გამარჯობა. დღეს მინდა რომ რაღაცნაირად შეცვლილ გარემოს გამოვეხმაურო ჩემს ქვეყანაში. დიდად ახლა რაღაცა კი არ მომხდარა, კი არ შეცვლილა ეს ჩვენი მოვლენები. მაგალითად, ტყუილის სიმართლეთ კი არ გადაქცეულა. ეგეთი რაღაცა სოფლიოში არსად არ მომხდარა და არც ჩვენთან არ შეიძლება მოხდეს. მაგრამ დღეს მინდა რომ დეფინიცია გავაკეთო იმ რეალობის, რას ნიშნავს საქართველოში იყო პოლიტიკოსი და რას ნიშნავს იყო პროპაგანდონი, ეგრეთ წოდებული პოლიტიკალის. შემეშალა, ოდიშვიხდი. პოლიტიკოსი არა, პოლიტიკოსი ძალიან წმინდა სიტყვა არის, მაგრამ შეიძლება პატრიოტული მოტივების კონდეს. უმცირეს შემთხვევაში, მაგრამ მაინც შეიძლება ატარებდეს პოლიტიკოსი პატრიოტული მოტივებს, მაგრამ პოლიტიკანს შანსი არ აქვს. 1% მაინც კონდეს ღირსება. ან პოლიტიკანი არის ადამიანი, რომელიც მოვლენებს, პოლიტიკურ მოვლენებს იღებს და იკეთებს და იყენებს მისთვის სასარგებლოდ, მისთვის მისი ფინანსური კეთილდღეობისთვის. თქვენ ასეთებს ბევრს იცნობთ, მე რომ არ ჩამოგითვალოთ. მოკლედ დღეს როგორი ვარიანტია, იცი? იყო პოლიტიკოსი, ნიშნავს იმას, იღებდე 10,000 ლარ ხელფას პენსიასავით. ხო, არ მეშლება. ხელფას იღებენ პენსიასავით, თორე იმის გარდა ნაღდ ხელფას, რასაც ქვია, ხო? ეგენი აკეთებენ ქართველი ხალხის კისერზე. სადგინახიათ თქვენ, რომელ პარლამენტარს დამიდებთ, რომელიც ხელფასზე ცხოვრობს. ამ დროს 50 ლარით მოუმატეს თუ არა, 20 ლარით მოუმატეს ხალხს პენსია და თვითონ ხელფასები დაინიშნეს 10,000 ლარი. ბევრი მეტყვის რომ აი კაი ბიჭი ხარ რაღაცა ნუ იგინები, მე არავის შექება ამჭირდება, მე უკვე ბიჭია, დიდი ხანი აღარა ვარ. მე უკვე საკმაოდ მოწიფული მამაკაცი ვარ და თმებში ჭაღარად შემერია და ვიცი ჩემი სიტყვის და ჩემი თავის და მით უმეტეს ჩემი ქმედებების ფასი. შეგინება რომ შველოდეს, ნეტავი შველოდეს, თორე დილდან დილას რო გათენდება, საღამომდე სულ მამადგინებაში ვიქნები. უბრალოდ სხვარი არსებობს იმ გინებაში, იმ კრიტიკაში, ყველაფერში არსებობს სხვარი, მაგრამ დღეს ახლა ამ თემას არ შევეხები, იმიტომ რომ ოდი ზღვარი სხვა მონახოს, აი ეგ პროპაგანდონები რო უზიან Facebook-ზე, ასე ისე რო ალამაზებენ, რო ლესავენ რა კედლებს. მე ახლა მაგათ სახელებს ვიცნობ, მაგრამ არ მინდა მაგათ შევეხო და რატო გეტყვით რა. იმიტომ რომ იმდენად შავი წერტილები არიან რა, დიდ თეთრ დაფაზე რომ არ მინდა მაგათზე ვილაპარაკო. ბევრი ყავთ ეგეთი, მათი დაფინანსება არის სახელმწიფო უშიშროების ბიუჯეტიდან, ესე წერენ რა. ესეთ რაღაცას, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გაიცა ეს ხარჯი, აი თქვენ მაგას ვერ შეამოწმებთ. და რატო ვერ შეამოწმებთ, გეტყვით? იმიტომ რომ სახელმწიფო უშიშროების ბიუჯეტი არის საიდუმლო დაფარული და არავის არ აქვს უფლება იქ ჩაიხედოს. ვინ უხერი, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ხმარდება კი ის ერის და ქვეყნის ინტერესებს არანაირად. რაღაც მექანიზმი უნდა არსებობდეს მისი კონტროლის, მაგრამ მე რომ მაგას დავიწყე ლაპარაკი, აგერ აღმოჩნდი უცებ სხვა ქვეყანაში, იმიტომ აქ თუ არ აღმოჩნდებოდი, მაშინ ან ციხეში და ან მიწაში აღმოჩნდებოდი. შიშით არ მეშინოდა, არც მეშინია. მაგრძნობას დიდი ხანია არ განვიცდი, მაგრამ ხო უნდა კონდეს ადამიანს პერსპექტიული ხედვა რა გამოვა ამით, ან ციხეში, ან მიწაში. მიწაში არაფერი, იმიტომ რომ მიწიდან ჩემზე ძლიერები და ჩემზე ჭკვიანები ვერაფერს ვერ აკეთებენ. რჩება სახელი და ახლა მე პირდაპირ ვიტყვი რა. ქვეყანაში როცა ზვიად გამსახურდია დამარხეს, ვინ უნდა დავიმარხოთ კიდე ისეთი რომ ქვეყნის მომავალი შევცვალოთ, ვერავინ, ვერასდროს. და ციხეს რაც შეეხება, იჯდა მამაჩემი ციხეში. ჩასვეს ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელების გამო, ეროვნული ლიტერატურის გავრცელების გამო და რეალურად გითხრათ, მისმა პატიმრობამ რა მოუტანა ან ქვეყანას და ან ოჯახს, არაფერი. ალბათ უფრო ჭკვიანი მოქმედებები იყო ამისთვის საჭირო და მამაჩემს იმდენად დიდი პატიოსნება ჰქონდა, რომ ვერ წარმოედგინა მამაჩემს ის, რომ სხვანაირად როგორ უნდა ყოფილიყო და როგორ იყვნენ ამაზე ხელმომწერი
ადამიანები რაც მაგას გაუკეთეს და უკეთებდნენ კი სიცოცხლის ბოლომდე და ბოლოს მოკლეს. მე ღრმადა ვარ დარწმუნებული მამა ჩემი მოკლეს. და მე მაგ საქმეს აუცილებლად გავარკვევი, იმიტომ ქვეყნის საქმეს ვარკვევი და ჩემი მამის საქმესაც აუცილებლად გავარკვევი და აი მე ქიმს რომელმაც გამოუტანა განაჩენი ჯობია რომ ჩამოვალ ცოცხალი არ დამხვდეს. ეს ამუქარა არ არის. მე მის ადგილზე არ ვისურვებდი რომ ჩემნაირ ადამიანთან შეხვედრა აუდიენცია მომეწყო. ნუ რა იქნება მე ღმერთმა იცის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა. მე დარწმუნებული ვარ, როდესაც მე საქართველოში ჩამოვალ, ის ადამიანი მამა ჩემის გზაზე იქნება. ესე იგი, პირად ტრაგედიებს რო თავი დავანებო, დღეს რა ხდება, იცით? პარლამენტში დამყაყებული როზი ხარ და იღებ ამ წეულ 10,000 ლარს თუ მეც არა და იმის გარდა კიდე ლევი დახოდი გქ, ხო? მე გჭირდება იქიდან რომ გამოძრო და ხალხს ელაპარაკო, რომ შეახსენო თავი რომ ესეთი გვამი არსებობს. და ვინ აყავთ იცი ასეთ გვამებად მოძებნილი, ვიღაცა პროსტიტუტკა, ბოზი კიდე პატიოსანი, აი უკანასკნელი ჩათლახი, ვიღაცა თაკო და ვიღაცა პრაიმ შოუელი მერსი ყლერსი. მე არ ვიცი ესენი სად ნახეს, როგორ ნახეს, არჩევენ რაღაცა ტრენდის მიხედვით, უშიშროებაში არსებობს რაღაცა შეხედულება საზოგადოების ცნობიერებაზე მოქმედების და შერჩეული ყავთ ესენი ფრანგული წონის მიხედვით იქ მუცელი რამხელა უნდა კონდეს, პროჭი რამხელაზე უნდა კონდეს, კოლგოტკა ტრაქში რამხელაზე უნდა კონდეს, შესული როგორ უნდა გამოგზაუროს მის საშოში და ასე ესეთი ის არის რა ქვია, პროგრამა აქვს რა. და მე უცებ ეს ადამიანები რადიკალურ ფორმატში გვევლინებიან რომელიმე პარლამენტართან ინტერვიუს ასახებად, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ ახლა სოციალურ მედიამ აბსოლუტურად წაართვა ტელევიზიას, ეგრეთ წოდებულ პრესას, მედიას აბსოლუტურად ყველა მიკროფონი და მონოპოლია რა ეს სოციალური სივრცე. არ ჭირდება ხალხს რა მესამე და მეოთხე და მეხუთე ელემენტები რაღაც სიმართლის გასაგებად. თანამედროვეობამ ეს მოიტანა და ამიტომ შემოუშვეს ესეთი რავი ბლოგერები დაარქვეს, მაგრამ ბლოგერები კი არა ბოზები არიან იგი. კიდე არიან როგორ ტიპები, იცი, შეიძლება წვერები კონდეთ რა, საერთოდ არ კონდეს ძუძუ მაგარი ტრაკი მაგარი, მაგრამ აი ამ წვერებში, ეროვნულ ჩოხაში, აი ესეთ ვარიანტში უცებ მოგაყაროს პროპაგანდის ელემენტი, მე შეგიყვანოს ამ პროპაგანდონიზმში და დაგიმღეროს სახელმწიფო პროპაგანდა და ნარატივებით გაგიყენოს იმ გზას, სადაც ცხოვრები როგორც ცხოვრები უდგებიან რა. აი ეს არის მათი ლოგიკა, უშიშროების სამსახურების ლოგიკა და ესეთი ელემენტები არის და ფულსაც რა თქმა უნდა როგორც გითხარით იღებენ იქიდან საიდანაც უთქვი და საიდანაც იღებენ. აი მაგალითად ირმაყლინაშვილის პარტია რო არის ის პირდაპირ ქართული ოცნება აღონ, როგორი ქართული ოცნება იცი, როცა უნდა ქართული ოცნება მივიდა თავზე დააჯვამს. მაგ პარტიაში იყო მორგოშიები დღეს რო კიდე იმის განაყოფი განშტოება კიდე სადაც უნდა ოცნებას მივიდა იქ მიასხამს მაგათაც რა. იმ პარტიაში კიდე ბევრი ელემენტი იყო პარლამენტში ვინც მოხვდა და ზუსტად აი ესეთი ჯგრო ერთი საშვედან გამოსული ერთი მამის შვილები ავის ერთი მამის თუ 1000 მამის შვილები ეს კიდე სხვა თემაა განსჭის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რა ფაქტია რომ აი ეს დაჯგუფება ესე ცდილობს რომ კრუგზე ატაროს სიმართლე, კრუგზე ატაროს, წრეზე ატაროს მაპატიეთ რა, აქ თუ იქ გამომერევა რუსული სიტყვები არ არის ჩემბრალი რა. ცუდად მოლაპარაკე ვარ, შეიძლება ქართული ენის არ ვარ, მე ვაღიარებ ამას, მაგრამ კობახიძეზე უკეთესად ნამდვილად ვლაპარაკობ მშობლიურ ენაზე და არა მარტო მშობლიურ ენებზე. სხვა ენებზეც ვსაუბრობ. ხო, და ეროვნული ცნობიერება მაინც არ მეშლება. კაცი რო საპარლამენტო ტრიბუნას დაიკავებ ხელში და მე იმას შეიკითხები ბესელიას რომ ეს ეროვნული ცნობიერებაო რაღაცა საშიში არის. საერთოდ რო იცოდეთ რა, იმ პარლამენტში თქვენ რო გონიათ რომ დაფასებული ხალხი ზის, არ ზის დაფასებული ხალხი, ცნობილი ბოზები, ცნობილი ნარკომანები,
აი ბოზები მაგალითად ეკა ბესელია, ხო, იცით ხო თქვენ ვინ არის ეკა ბესელია? ჩვეულებრივი პუტანგაა რა, ერთი 10-15 საყვარელი ყავდა ჩვეულებრივ, ერთი კაცის უფლება ყველა საქმე, მაგრამ 10 კაცის უფლება უკვე ბოზობა არის, ჩემო კარგო. არ მაინტერესებს მაგის პირველი, მეორე, მესამე ღამე, რაც ვნახეთ, მე პირადად გული ამერია მაგაზე ხარ, რა უნდა ვილაპარაკო ბესელიას, სად უნდა გამოჩნდეს, რომელ ოქტაგონზე უნდა გამოჩნდეს, ახლა როგორც კაცს აქვს სექსის უფლება, ისე ქალს აქვს სექსის უფლება, მაგრამ ეს შენი სექსი ხო არ უნდა გამოიყენო, ბიჭო, რაღაცა ზღვარი ხო უნდა გაგაჩნდეს რა, როცა შვილი გყავს, როცა პარლამენტის წევრი ხარ. პოზასაც აქვს ალბათო ეგა მნიშვნელობა სხვათა შორის რო ხტუნავდი იმ გოჭივით რა. არ მინდა მაგ თემაზე ლაპარაკი. აგერ მაგალითად ჩუგოშვილი ბიძინა ივანიშვილმა რო ძუძუზე მიიდო თუ ქვევით მიიდო კიდე ეს არასამთავროებიდან წამოსული გნიდა ჩვეულებრივი გნიდა რომელიც 1000 ვინმის ვერბოვკა იყო და მაგალითად შევარდნაძის დროს მამამისი თავის დროზე უცხო ქვეყნის სააგენტურის ერთ-ერთი ნომენკლატურა იყო ადვოკატობდა რაღაცა პროჭობდა მამა ძაღლობდა მარჩიელობდა და მე ეს შვილი შეიყვანა მისი ამ დიდ უშიშროების საბიუჯეტო საშოში და მე ეს შეხედე ემოციაც კი არ გააჩნია სახეზე ხარ აზე არის ლაპარაკი ამას რა ქართველობა უნდა მოთხო ჩვეულებრივ შევიდა ბიძინა ივანიშვილის ტრაქში იბალახა იქ გამოვიდა ეს ჩუგოშვილი და მე იქედან ხუიზე დამჯდარი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით უკვე გამოცვლილი პოლიტიკურ ჰაერ გამოცვლილი გადაჯდა სალომე ზურაბიშვილის საშოში. აი ეს არის რეალობა, ჩემო კარგო. არ მოგწონთ ჩემი ლოგიკა. აი გადართეთ მე რუსთავი ორს უსმინეთ პირველ არხს უსმინეთ კიდე რა ჯანდაბის ტელევიზიები აქვს ეხლა შემოგთავაზობენ უკეთეს და რას გთავაზობენ სადმიდის ეს ფულია ჩუგოშვილები და ისინი რო იჯდნენ და იყვნენ უფროსებად და ხელმძღვანელებად რა მოიტანეს უკეთესი რა შექმნეს უკეთესი რა მოვიდა ამით რა გაკეთდა ის რომ პირველი არხი რომელიც მილიონობით დაფინანსებას იღებს ისეთ სიუჟეტებს დგამენ გული მერევა, აი მაგალითად ოჯახურ მომენტებს აჩვენებენ, სადაც შვილი ბოზდება და მამას ეს ჩვეულებრივად მიაჩნია და დედა ამას ეუბნება, ამას რომ დღეს ასეთი ტრენდებია რა, აი ეს არის ამათი იდეოლოგია რა, ეს არის ამათი შრომის ნაყოფი. მაგ ვასილ მახლაბერიძეზე და მის პოლიტიდეოლოგიაზე მე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებ. ჩვეულებრივი მეტრაკია, ხო, ჩვეულებრივ, აი თან როგორი მეტრაკი არის, იცი? აი სოზარ სუბარი რო უქანავებდა დუნდულებში. არიან მაგ ფაქტის მომსწრეები, აგერ ცხინვალის რეგიონთან სულ ახლოს თეთრნივაში როგორ ნახეს გადაკუზული ესენი ერთი ზევიდან მეორეს როგორ აჯდა ეხა. ხაჭაპურიძეები არიან ის ბიჭები, გვარად, მე არ მინდა ამ დეტალებს გავყვე, მაგრამ თუ ვინმე დაინტერესდება, პირდაპირ მიუთითებ მოწმის მისამართს, მაგრამ იმედია იმ ხალხს არაფერი არ დაემართება, იმიტომ ეგენი ხელისუფლებაში მყოფი. აბა სხვანაირად როგორ გონიათ, ხა ვინ მოვიდო და ვინ დაჯდებოდა იმაში ხელისუფლებაში, ან ვის ჩააბარებდნენ საქართველოში პირველ არხს, ვის ჩააბარებდნენ თუ მეტრაკი არ იქნებოდა და ტრაქში არ გაისინჯავდა ამბავს და არ იქნებოდა ტრაკიდან კომპრომეტირებული და ვის ჩააბარებდნენ მაგალითად სახალხო დამცველის აპარატს მოგეხსენება თქვენ სოზარ სუბარი სახალხო დამცველად მუშაობდა ხო თუ პირდაპირ ტრაკიდან არ იქნებოდა განასინჯი ხო ასეა ჩემო კარგებო მაგენი ჩვეულებრივი მეტრაკეები არიან და ეს მეტრაკეები ჭირდებოდა და დღეს ეს მეტრაკეები სახეცვლილები ხან თურმე ის ყოფილა პროზაიკოსი ყოფილა და ძალიან დიდი ლიტერატორი ყოფილა და არ ვიცი ახლა მე რა ეპითეტებს ხმარობენ იმას ვასილ მაღლაფერიძის პორტრეტის შესამკობად არ ვიცი ამ თავის ძვირადღირებულ კამერებს საით მიმართავს რა ფონით მიმართავს ცილინდს დაიხურავს თავზე თუ ბენდენას წაიკრავს თუ თავსაფრით შეიმოსება ეს მის რეალურ მდგომარეობას და მის პორტრეტს ნამდვილად არწვის ჩემო კარგებო და ეს სოზარ სუბარი ახლა ყველამ ვიცით რომ ხან სახალხო დამცველია ხან ეროვნული ლიდერია ხან ოპოზიციონერია ხან ხელისუფლების წარმომადგენელია აი ამათი მდგომარეობები რატომღაც არ ცვლის მათ ფინანსურ
სიტუაციას, ანუ ფინანსურ სიტუაციას იმას გულისხმობ, რომ ისინი არასოდეს ჩვენსავით არ დადგებიან და მათ არ ექნებათ არასოდეს ესეთი ეკონომიური პრობლემები, როგორც ქართულ საზოგადოებას აქვს და როგორც არის ჩვენგან გვიცდია მაგალითად, როგორც არის ფინანსური დევნა, სამსახურიდან წამოსვლა, მარტო დარჩენა, უიმედობა, განცდა, ესეთი რაღაცები მამახამხას არ აწუხებს, ამათმა ერთხელ ტრაქში მიიღეს სასიყვარულო ნექტარი და ამითი ხელი მოაწერეს იმ მასონურ უბედურ ყლეობას, რაც მათ ხორციელ კეთილდღეობას თავიდან ბოლომდე უზრუნველყოფს. ამიტომ მინდა იცოდეთ, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივ რა როლშიც არ უნდა ნახოთ, ყოველთვის იქნებიან კარგად, თუ ბრწყალებში. მაგნაირი ადამიანები თავის მდგომარეობაში კარგად ვერასდროს ვერ იქნებიან, მაგრამ იმ პოზიციაში ყოველთვის იქნებიან, როცა თავზე შეიძლება ზევიდან გადმოგხედონ რა. იმიტომ რომ საქართველოში არ არსებობს საზოგადოება, რომელიც ფეხზე დადგება ერთმანეთის გულისთვის. ესეთი ხალხი რო არსებობდეს, რო იყოს, ხო? დადგებოდნენ კი არა და დედამისის უკანალში შეძრებოდნენ, მაგრამ ფაქტია და სამწუხაროდ ვერაფერს ვერ ვიზამთ. ეხლა რას მინდა რომ კიდე შევეხო განსაკუთრებით, მინდა ხელისუფლებას თავი დავანებოთ რა, იმიტომ რომ ამათი სტატიკური მდგომარეობა არის, რომ დღეს ყველანაირად შეინარჩუნონ თავისი თავი, სადაც არიან და ახლა მიდის თამაში ამ ელემენტებით, რასაც ქვია მაგალითად აი იაგო ხვიჩიები, გირჩი ჯაფარიძეები და ესეთი ტიპები რა, რომლებიც ქმნიან ვითომ ამ ოპოზიციურ ატმოსფეროს, მაგრამ რეალობაში ესენი არაფერს არ ქმნიან, ესენი უნარჩუნებენ ქართულ ოცნებას მდორე სიტუაციას, მდორე განწყობებს, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია მათთვის და ამ მდორე ვითარებაში ქართული ოცნება ამ ქაოსში ნახულობს მის სარგებელს, ინარჩუნებს ხელისუფლებას, ინარჩუნებს ნომენკლატურას, ინარჩუნებს ძალაუფლებას და ამზადებს, რა თქმა უნდა, გარემოს მომავალი არჩევნებისთვის, რომ კვლავაც აი რა ის შემოგთავაზოთ, რა ქვია, პოზა იმისთვის, რომ ეს მისთვის მომგებიანი ვითარება გაგრძელდეს, არჩევს ვითომ ახალ სახეებს, სინამდვილეში არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ ხო იცვლება ის რეალობა, რომ აი შეხედავთ და მაგალითად სუბარის მაგივრად ვიღაცა ყლუბარი მოვიდა, კობახიძის მაგივრად ვიღაცა ყლობახიძე მოვიდა, ყალაძის მაგივრად შეიძლება ისევ ყალაძე იყოს, ივანიშვილის მაგივრად ისევ ივანიშვილი იქნება, ვიღაცა დარჩიას მაგივრად იქნება, ვიღაცა ყლარჩია იქნება. და მოკლედ ესეთი სიტუაციაა რა, კუტუს მაგივრად იქნება ყლე და აპატიეთ, მაგრამ ამ ცვალებადობას რა, ამ შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი რო არ იცვლება, სხვანაირად ვერ დაარქმევ ნამდვილად. ეხლა ვიღაცა შეიძლება უფრო დიდი ფანტაზიის პატრონია და ვიღაცამ შეიძლება უკეთესად გამონახოს ეპითეტები ამათ მიმართულებით, მაგრამ მე მაგის არც ნერვები მაქვს და ნამდვილი გითხრა არც განწყობა არ მაქვს, რომ ამათ ურჩიო პოზები და ეპითეტები. ამიტომ ვლაპარაკობ მე ეს სტატიკურ ვითარებაში, რასაც ვლაპარაკობ. მე არის კიდე ერთი ძალიან მძიმე ვითარება ქართულ ოცნებაში, ძირითადად ახლა ყველაზე რთული რაც არის რა. ეს არის არა მარტო ტრაკიდან დამოკიდებული ტიპები რა, ესენი არიან ნარკოდამოკიდებული საზოგადოება რა. ჩვეულებრივი ნარკომანები ვიყავთ, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლება და კომპრომიტირებული ტიპები უნდა ყოფილიყო, რაც შეიძლება მეტი და მეტი. საჭირო იყო რა ეგეთი მასა და ესეთ მასაში ნარკომანებმა რა თქმა უნდა იჭარბა. მე შემიძლია ესეთი რამოდენიმე ათეული ადამიანი ჩამოვთვალო ქართული ოცნების პოლიტიკურ საბჭოში, პოლიტიკურ კურსს ვინც მართავს, ძირითად სახეები ვინც არიან, მაგრამ მე გეტყვით ერთ ადამიანს დაგისახელებთ აგერ განსაკუთრებით,
როგორც არის მაგალითად ეს არაქართველი, რა თქმა უნდა, არაქართველი უნდა იყოს, იმიტომ რომ ქართველის ბედი რო ქართველის ხელში მოხვდეს, ეს არის პირველ რიგში პრობლემა. შეიძლება რაღაცა ეროვნული გამოღვიძება მოხდეს, ან რაღაცა მიმოქმედოს, როცა არაქართველი ხარ, ეხა ესეთი რაღაცა უფრო აშორებს მათ საფრთხეებს და მათ ანალიტიკაში უნდა უფრო ჯდება. აი ვოლსკი. ეს არის გათახსირებული ნარკომანი, რო იცოდეთ, ნარკომანი, რომლისთვისაც მისი დოზა ჩვეულებრივ სახლზე მიაქვთ რა, ეგრეთ წოდებული სუფთა და ეს ამ დოზას იღებს როგორც წამალს, იმიტომ იმას აღარაფერი აღარ უშველის უკვე. ის იმის თემა არის, საფლავი და მორჩა რა, ადრე თუ გვიან ღვიძლის პრობლემით დაიბრიდება ეს ბოზიშვილი. ხო და ახლა ყოველ შემთხვევაში სანამ გამოსადეგი იქნება, ისიამოვნებს თვითონაც და გააკეთებს იმ პროპაგანდონების საქმეს, რა ახლა ვოლსკი ნებისმიერ დიალოგში რაშიც არ უნდა შემოვიდეს, ეს არის უბრალოდ გაჭენტილი, აი ხილი რო ჩამოვარდება იმიდან, რა ქვია, კენწეროდან და იმას რო არც იმისთვის ვარგა და არც იმისთვის ვარგა რა, ვადაგასული ელემენტია, არც კიჭურში ჩასაგდებად ვარგა, რო წვენი გამოუო რა. არის იმისთვის, რომ რაღაცა როლში შევიდეს ვიღაცა და ვიღაცა მიმუშაოს, ამ დომენით რა. აი ეგეთი მომენტი. მე შემოკარგებო განსაკუთრებით მინდა შევეხო ერთ პატარა საკითხს კიდე. გახარიამ, რომელიც აი ჩვეულებრივ ბიძინაევანიშვილის იღლის სუნია რა. სხვანაირად მეტნაირად ვერ დავარქვე მაგას. გახარიამ დაიწყო საკუთარი თავის გადამალვა და წინ უშვებს ვიღაცა ერთი გამოყალიბებული ტიპი ყავს იქ და მეორე ვიღაცა ბოზანდარა და ჩვეულებრივ უხსნიან ახლა ეთერებს ხალხისთვის გახარია მაგარი მიუღებელი ტიპია და მესმის რატომაც ხო? ყველას გვესმის რატომაც. აი ეს ვითომ ახალგაზრდები და რაღაცა ვითომ მე მაგათ სახელებს არ ვახსენებ, მაგრამ მაგათ 1000 წელი არ ეყოფათ იმის გამბედაობა და მაგათ არავინ არ მისცემს იმის უფლებას. აბა გამოუშვით აგერ და ჩართეთ დებატებში ჩემთან ან ერთი, ან მეორე, ან მესამე და გარისკეთ, რომ დიალოგი წავიყვანოთ, ვინ იყო გახარია და რა მდგომარეობაში ვართ დღეს ჩვენ და რატო ვართ ჩვენ ასეთ მდგომარეობაში და რა დოკუმენტებს მოაწერა გახარიამ ხელი მაინდამაინც არა პატრიოტულს და მაინდამაინც არ აღირსევს. ესენი რა თქმა უნდა ამას ვერ გასცემენ პასუხებს, ამიტომ ყოველ შემთხვევაში ესეთი ხალხი ყოველთვის მოფარებული, აი ამ თვალს მოფარებული, აი ამ თავის კამერებს, სადაც ჟურნალისტთან წინასწარ აქვთ შეთანხმებული ნომენკლატურა, არასოდეს არ დაეჯახებიან ისეთ ადამიანებს, ვინც არის ძალიან დიდი სიმართლის მატარებელი, გინდა აი ამ პოლიტიკურ ოპოზიციასთან მიმართებაში, გინდა აი ამ საერთოდ ქვეყანაში გლობალურად პოლიტიკური სიტუაციის ირგვლივ კარგად ინფორმირებულ ელემენტთან არასდროს არ შევლიან არანაირ კამათში. მათ ეშინიათ რეალურად საკუთარი სახის გამომჟღავნებს. ესენი აკეთებენ ჩვეულებრივ რას იცით? საზოგადოების მოტყუების ახალ თეატრს დგამენ, მეც არაფერს. ხო, აი ამის თქმა მინდოდა. კიდე პროსტო რომ ეს მაინც არ გამოგრჩეთ ყურადღების სფეროდან, თქვენ უნდა იცოდეთ რაში არის რეალობა. ამიტომ გახარია, რომელიც ბიძინაევანიშვილის ჩვეულებრივ ერთი პროექტია, გადასული დღეს ამ თითქოს პოზიციურ თუ ოპოზიციურ გარემოში, ახალს არაფერს არ წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ ეს არის მსუბუქი კრიტიკა ბიძინაევანიშვილის, მსუბუქი კრიტიკა და ეს არის ჩვეულებრივი ის ელემენტი, რომელიც მოსკოვში იღებდა რუსული სამსახურების სპეცსამსახურების დაზვერვის ფულს იღებდა ქართული დიასპორის ასიმილიზაციისთვის, ანუ რომ ქართველები როგორ გადაექცია რუსეთში რუსებად. ხო, ამიტომ ესეთი ადამიანი ახლა რომელიც პრემიერ-მინისტრად ყავდა, რომელიც
ჩვეულებრივ დღეს ისევ ოპოზიციაში გვიდგას და რაღაცებს აკეთებს, ხო ეს ახალს და კარგს ვერაფერს ვერ შექმნის და არ შექმნის. ის ცდილობს დღეს მოტიტულებულ ოპოზიციურ გარემოში იქონიოს მისი ფორა და საჭიროების დროს თქვა, აი რადგან თუ არავინ არ არის, მე ხო ვარ აქ. აი ეს არის მაგის მთავარი ჩანაფიქრი. რაც მეტად ახალგაზრდას გასვლის იქ, ეს იქნება მით უფრო დიდი პრობლემა, იმიტომ რომ არის დღეს ჯგუფები საქართველოში, რომლებიც ახალგაზრდების გასვლაზე სერიოზულად მუშაობენ და მე მიმაჩნია ეს, რომ რაც უფრო მეტ ახალგაზრდას არ ექნება სიმართლე, მით მეტს დაუბრმავდება თვალები. და როგორ იყენებენ ესენი ხალხს ჩემზე კარგად არავინ არ იცის. იმიტომ რომ მე ბევრჯერ მქონია იმის საფრთხე ვიღაცას მოეხდინა ჩემი სიმართლის გამოყენება, მაგრამ სამაგიეროდ მიიღეს სამში გრძელი და მიიღებენ კიდე. აი ამის თქვა მინდა მაგალითად. ეხლა რაც კიდე აი ძირითადად რაც მაწუხებს და პროსტო ამას გვერდს ვერაული ვერასდროს ის არის რომ აი ეს მოტყუებული ხალხი ამ ეგრეთ წოდებული პროპაგანდონიზმის ელემენტებით ეს არის იმედის ტელევიზია ყველაზე საშიში რაც არის ახლა ქართული საზოგადოებისთვის აი ამას აქვს ძალიან სერიოზული თანხები მიღებული ძალიან სერიოზული თანხები და ეს არის ნარკოტიკიდან მიღებული ფული ძირითადად რომელსაც იღებს თქვენ გონიათ რომ ასე არ იქნებოდა აბა როგორ იქნებოდა სხვანაირი ბატონი გომელაური სერიოზული ნარკოტიკი შემოდის საქართველოში აზერბაიჯანიდან ეს ნარკოტიკი გაედინება ჩვენ ტერიტორიაზე ტრანზიტად რაც დასარჩენია აქ რჩება ჩვენ ტერიტორიაზე დანარჩენი რაც გასატანია ჩვეულებრივ მიდის ეს ყველაფერი სპეცსამსახურეობის მეთვალყურეობის ქვეშ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აი ამ სიბინძურეში მონაწილეობენ ეს სახელმწიფო პირები და როცა ჭირდებათ იმ შავი ფულის მოძრაობა იქნება ეს ტელევიზიებში მათ პროპაგანდონ ტელევიზიებში იქნება ეს აუცილებლად საარჩევნოდ დაფინანსება ხალხის რომელიც შავი ფულიდან არის მოსული მე გამოაძრობენ ამ ნარკოტიკის ფულს ეს არ არის ალკოჰოლის ფული ან რაღაც ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული ბიზნესის აი ამ ნარკოტიკიდან ამოსული ფული ძირითადად ეს წამალი კიდევ ერთხელ ვიტყვი მოდის ნარკოტიკით უშვებენ კაცო არის ისეთი პარტიები რომელიც დრონით გადმოდის ჩვენ ტერიტორიაზე არის ისეთი პარტიები რომელიც გადმოდის მაგალითად იმითი საწვავის შემოტანის მოტივით ეგ იცის ყველა მიცის სმენები ყავთ გაფრთხილებული ვინ და როგორ ანაირად რა დროს რა უნდა გააკეთოს ამიტომ ეს მაღალი დაშვების ინფორმაცია ყოველთვის თავსებადობაში იტევს ესეთ რაღაცას და მიყვება ეს მთავრობები შეიძლება შეიცვალოს მაგრამ ის არ იცვლება რა მოქმედების სქემა ნამდვილად არ იცვლება ამ მიმართულებით და არც აწყობთ რომ შეიცვალოს რა ნარკომანები უზით საპატრიარქოში ნარკომანები უზით პარლამენტში ნარკომანები უზით ჟურნალისტიკაში ნარკომანები უზით ჯარში ნარკომანები უზით სასამართლოში ნარკომანები უზით საადვოკატო ბიუროებში ყველგან უზით ძირითადად პოლიციაში რა თქმა უნდა პირდაპირ ცალსახად ესეთი ხალხი ზის და ამ კუთხით ხდება დაჭერა შემდეგ რა მოხდება იცი აი პრობლემები როცა არის რა გინდა რომ ამ თემაზე ეს თემა გასკდეს რომ ნარკომანი ხარ რომ ხა მეტრაკეობა უკვე იმდენად აღარა კომპრომატი იმიტომ რომ მთელი ქვეყანა რამის მეტრაკეების გახდა ნარკომანობა ჯერჯერობით არის პრობლემა იმიტომ რომ კანონი პირდაპირ ადგენს ნარკომანების მიმართ სამართლებრივ დევნას იქნება ეს სამსახურეობრივი თანამდებობებიდან ჩამოცილება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამიტომ
ძირითადად მეტრაკეობის გარდა და უფრო სერიოზული მოტივით წამალზე ან იარაღზე ხდება ადამიანების კომპრომეტირება, იარაღს ძირითადად უდებენ. მაგრამ წამალს ახლა ისეთი მომენტია, რომ მთელი რიგი სქემა აქვს, როგორ ადამიანის დისკრედიტაციის, როგორ შესთავაზონ ჯერ წამალი და მერე როგორ გააუბედურონ, ან როგორ ჩაუდონ და ან თუ კაროჩე მათთვის საინტერესო პირია, რომელიც წამლის გაკეთების გამო კადრულობს ისეთ დავალებების შესრულებას, რასაც უშიშროება მაგალითად აპელირებს, მით უმეტეს ხო აშენებულები არიან. ვიცი, ესეთი ხალხი, ესეთი ქალები არიან, ქალები კიდე ცალკე არიან, რომლებიც წამლის გულისთვის რას არ კადრულობენ, ან მთელი გაჩათალახებული ყავთ რა ერი რა. მე მაგალითად ხო, არ მინდა პესიმიზმში წავიდე, მაგრამ ძალიან სერიოზულად მიჭირს და მტკივა ამ მოვლენების სხვანაირად მიტანან ჩემ ხალხამდე, მაგრამ ხანდახან მიპყრობს სერიოზული შიში, რომ საბოლოოდ არ ჩავიზიროთ. მაგრამ როდესაც ესეთი განცდები მეუფლება, ყოველთვის მახსენდება ჩვენი ქვეყნის ისტორია, სად ვიყავით და საიდან ამოვედით. აქ მომენტი მაგაზე კი არა, მოსვლით შეიძლება ამოგვიყვანოს უფალ, მაგრამ როგორი დავრჩებით ამის მერე. ეს არის საკითხი. ეს არის საკითხავი. იმიტომ რომ მაგალითად ძალიან კარგ ფაქტს მოგიყვანთ რა. და ძალიან მტკივნეულს, ხო? ერთადერთი შვილი, რომელიც ვერ იყიდეს და ვერ გააფუჭეს თავის სასარგებლოდ, ეს იყო ცოტნე გამსახურდი. რა მდგომარეობაში ჩააგდეს, ხო უყურებთ? გამოუსადეგარ მდგომარეობაში ჩააგდეს. ესე მეშინია, რომ ჩემი ერი საბოლოო ჯამში ჩავარდეს. იმ გადატანილი დარტყმის შემდეგ, რომლის ქვეშაც ის იმყოფება. ქართველ ერს მეტი დარტყმა არ ჭირდება, ის დარტყმის ქვეშ იმყოფება. გმადლობთ ყურადღებისთვის, მე ყოველთვის შევეცდები, ყოველთვის ვიქნები მზად იმისთვის, რომ დროულად მოგაწოდოთ ჩემი ანალიზები, ჩემი შეხედულებები პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და იაქტიურეთ თქვენს გამოიწერეთ ჩემი გვერდი. იდექით